კიდევ ერთხელ დღემშვიდობისა ბატონებო და ქალბატონებო, ეხლა მოკლე ვიდეო მინდა ჩავწერო, უკვე მე რამდენი ადამიანი მეკითხება, რომ რა არის თრომბოციტოპენიური პურპურა და საერთოდ რა შედეგებს შეიძლება ველოდეთ, რა შეიძლება გაკეთდეს. და ჩვენ და სამწუხაროდ უმეტეს შემთხვევაში პატარებში, ბავშვებშია ეს მდგომარეობა და მე აქვე გეტყვით, ეხლა ამის მიზეზებს ყველაფერს არ ჩამოვთვლი, ძალიან შორს წაგვიყვანს. ეს არის ავტოიმუნური დაავადება, როდესაც ადამიანის იმუნური სისტემა ებრძვის საკუთარ უჯრედებს, საკუთარ ქსოვილს, ამ შემთხვევაში ებრძვის თრომბოციტებს, ხო, იმ უჯრედებს, რომელიც გვჭირდება სისხლის შედედებისთვის. და პირველი რაც უნდა გააკეთოთ, ხო, როგორც იტყვიან, როცა აღმოაჩენო, რომ ორმოში ხარო, 9 უნდა შეწყვიტო, ხო? ანუ პირველი უნდა მოიცილოთ ის ფაქტორები, რომელიც თქვენ ავტოიმუნურ ფონს აძლიერებს, როდესაც იმუნური სისტემას ტვინიერება. ეს ეხლა როგორც წესი ბავშვებში იმიტომ არის, რომ უმეტეს შემთხვევაში გარემო პირობები შეცვლილია და ორსულობის პერიოდშიც არის გარკვეული დატვირთვები ნაყოფზე, შემდეგ ბავშვები რო ჩდებიან, აქაც არის რაღაც პრობლემები და პირველი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფაქტორი არის ასეთი სინდრომი არის, გახვრეტილი ნაწლავის სინდრომი ქვია, ხო? და უმეტეს შემთხვევაში ამის დამამძიმებელი მიზეზი და გამომწვევი არის გლუტენი, რომელიც შედის პურფუნქტურ შეუღლში, რომელიც შედის აი მარცვლოვანების ხორბლის დაფქვის შედეგად, მასში შემავალი, ასე ვთქვათ, წებოა, ხო, რომელიც აი წებოვნებას აძლევს ცომს. აი ეს გლუტენი არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. აქ რო შორს არ წავიდე, არ ახსნა უცებ გეტყვით, რომ აი ფორები, რომელიც ნაწლავში გვაქვს და რომელშიც ეტევა სხვადასხვა მოლეკულები და მათ შორის ცილა, აი გლუტენი ამ ხვრელის ანთებას იწვევს და ამ ხვრელის ზომაში გაზრდას იწვევს, რის შედეგადაც უკვე ნაწლავის ფორებში ეტევა იმაზე დიდი ზომის ცილის მოლეკულა, ვიდრე უნდა გაეტიოს, რომელიც სავარაუდოდ ემთხვევა ზომაში, ხშირ შემთხვევაში ვირუსის ზომას, ან კიდევ სხვა ფაქტორის, სხვა უცხო აგენტის ზომას და ორგანიზმი მას აღიქოს როგორც მიკროორგანიზმს, რომელიც უტევს ორგანიზმს, მათ შორის აი ვირუსს. ხო, ზომიდან გამომდინარე, აი ეს შეცდომას უშვებს იმუნური სისტემა და შემდეგ უკვე ნებისმიერ ასეთ ფაქტორებს უტევს და ერთ-ერთი მთავარი რაც უნდა გააკეთოთ, კვება უნდა შეცვალოთ ბავშვებში მით უმეტეს და რაც მთავარია ამოიღეთ გლუტენი ან ნებისმიერი ის ნივთიერება, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავის კედლის ანთება, კუჭ-ნაწლავის დატვირთვა. და ერთადერთი პლუსი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ავტოიმუნურ დაავადებებს აქვს ის, რომ თუ რა თქმა უნდა ჰორმონებით არ არიან პაციენტები ძალიან დატვირთულები და მათი იმუნური სისტემა არაა ბოლომდე დანგრეული, იშვიათად ემართებათ ავტოიმუნური დაავადებების მქონე ადამიანებს ავტოსებიანი პროცესები. ნუ პირობითად, ეს თუ შეიძლება დადებითად ჩაითვალოს. რაც თავარია, ხო, პრობლემა გადაჭრადია, თუმცა დიდი დრო ჭირდება ამისთვის და რა თქმა უნდა პირველ რიგში უნდა შეიცვალოს კვება, უნდა გამოიყენოთ ბუნებრივი საშუალებები, მათ შორის უნდა გამოიყენოთ ბადები და პროცესი არის ხანგრძლივი. არ იფიქროთ, რომ ერთ-ორ თვეში ამ პროცესს გავუმკლავდებით, თუმცა იშვიათ შემთხვევებში არის სწრაფი შედეგებიც, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი. ანუ ავტოიმუნური დაავადებები, მათ შორის როგორიც არის თრომბოციტოპენიური პურპურა, საჭიროებს ხანგრძლივ, ესე იგი, მიდგომას და რა თქმა უნდა, მე მომხრე არ ვარ ჰორმონული თერაპიის და მედიკამენტების დატვირთვის, როცა შეიძლება ეს ყველაფერი გაკეთდეს უფრო ბუნებრივი საშუალებებით, ნატურალური საშუალებებით და რაც თავარია საბოლოო შედეგის მიღწევამდე. მადლობთ, ნახვამდის.